მონახვა. თბილისში კი საქართველოს ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა. საქართველოს მხრიდან კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია იყო, ყაზახეთის მხრიდან კი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ასკარ ჟუმაგალიევი. სხდომაზე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს, მათ შორის თანამშრომლობა სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სოფლის მეურნეობის, ასევე ტურისტული მიმართულებით. შევთანხმდით განსაკუთრებით ტრანსპორტის გადაზიდვების მიმართულებით ვითანამშრომლოთ და გავზარდოთ გადაზიდვების რაოდენობა აზიიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით. რა თქმა უნდა, ეს შეიცავს რკინიგზის მიმართულებას, გამოყენებას ჩვენი რკინიგზის, ასევე პორტების. ასევე შევთანხმდით, რომ გავზარდოთ ავია რეისების სიხშირე, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება. ჩვენ დღეს ორ ძირითად პროექტზე ვისაუბრეთ. პირველი სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს, მეორე კი ტელეკომუნიკაციების სფეროში. ზოგადად ყაზახური კომპანიები თავს საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.